სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდრეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. აჰა, დედე ისევ დაინახა, რომ ვიდეოს ვიწყებ და მაშინვე ჩემს კალთაში ამოხდა. ნამდვილი ლომია. მეგობრებო, ამინდი ძალიან ცხელია, მადლობა ღმერთს, კარგი ზაფხული მოვიდა. ჩვენ ზაფხული რომ მოვიდეს კიდეს, სიცხეს ყურადღებას არ ვაქცევთ და საქმეს ვაგრძელებთ თქვენ როგორც იცით. რამდენიმე დღეა ვიდეო ვერ ავტვირთე, მაპატიეთ. ეხლა როგორც იქნა, ისევ ენერგიულად ვაგრძელებთ იქიდან სადაც გავჩერდით. შვილების ყველას ხასიათი, ჯანმრთელობა ყველაფერი მადლობა ღმერთს კარგადაა. ჯერ ერთი შვილს გაჩვენებთ, მერე ახალი თიკნები ვიყიდეთ, დღეს ახალ თიკნებსაც გაჩვენებთ. კახსოთ, წინა ჯერზე კირკლარელიში ვიყავი. იქაც ვთქვი, რომ ბატკანს ვიყიდი, თიკანს ვამბობ, ხო, ახალი ბატკნები ვიყიდე. იქ წავედი. ერთი სამთვიანია, მეორე კი მხოლოდ 15 დღის. ორივე საოცრად საყვარელი და ლამაზი შვილებია. დღეს თქვენ მათ გაჩვენებ. მანამდე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. არ გამიტეხოთ გული. გააკეთეთ სიკეთ. მხარდასაჭერად მოიწონეთ ეს ვიდეო. თუ გამოიწერთ არხს და კომენტარსაც დაწეთ, ძალიან გამიხარდება. ვთხოვთ, თქვენი მოწონებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამიტეხოთ გული. როცა თქვენ მოწონებას აძლევთ, მე უფრო მეტად მოტივირდები, ვიღებ სტიმულს და ვხდები ბედნიერი. მეტი ვიდეოს გადაღების სურვილი მიჩნდება. არ გამიტეხოთ გული. გააკეთეთ ერთი სიკეთე. ნორა, სად არის ჩემი ლომი, გოგო? მაშალა ჩემს ბავშვებს. ჯერ ერთი შვილი ვნახოთ. პუსად ბაბა. გაგიშვათ პუსად. პუსად. მოდი შვილო, ჩემი ლომი, მოდი ირბინე. ანატოლიის ნამდვილი შვილი პუსად, მაშალა ჩემს შვილს. მის ფიზიკას, სიმაღლეს, აღნაგობას, დიდებულებას მეწირები, ჩემი სიმპათიური ბიჭი. ვაი. ასილ. შენ ასაკეთებ ლამაზო. ასილი და დესტანი დავშორე მეგობრებო. იცოდით რომ ისინი გვერდ შეებოდნენ. ეხლა კიდევ ერთი ახალი ძაღლი მოვიდა. ახალი როტვაილერი. მისი ვიდეო ჯერ არ გადამილია თქვენთვის. 5 დღეა დაახლოებით. ლამაზი ძუა, ზრდასრული გოგოა. თუ გინდათ მის ვიდეოსაც გადავიღებ. როცა ის მოვიდა გალიებში, ცოტა გადანაწილება გავაკეთე, ისინი დავშალე ასია და დესტანი მარცხენა მხარეს გადავიყვანე. მალე გაჩვენებთ. ამ ვიდეოსაც რო 5000 მოწონება მოუვიდეს, იმ ახალ როტვაილერ გოგოსაც გაგაცნო. რეინა, სად არის ჩემი ლამაზი? ბელა, მაშალა ჩემს გოგოს. გუშინ, ხო იცი გუშინ. გუშინ ამ გალიებიდან ნახევარი გარეთ გამოვუშვი, იცით? ნახევარი. ანუ შვილებს ყველა სოციალიზაციას უკეთებ და ერთმანეთთან ვაახლოვებ. ეს იცოდეთ. კარლოსი და დედე ვერთან ხვდებოდნენ, ხო გახსოვთ? ვინც ვიდეოებს უყურებს და თვალს ადევნებს იცის. კარლოსი და დედეც კი შევარიგე. რამდენი დღეა ამაზე ავიჩემე, ვამბობდი, ყველა მათგანი გარეთ მინდა მე. იმად რომ მუშაობ ახლა. ალექს. ისევ რაზე დააძალე გოგო? კარლოს ბაბა, მოდი. მოდი ჩემოლო. მოდი. მაშალა. შენს კეთილშობილებას ვენაცვალე. კიდე გაუშვა ის. ხო, პუსატი გაუშვით. პუსატთან ერთად კარლოსი არ გვიცდია. პუსატთან ერთად იქნებ წაეჩხუბოს კიდეც, დედესთან პატარა კამათი მოუვიდათ. ეხლა არ გაუშვებ. ეხლა. შვილო, დასაკეთებ ლამაზო. ამ გოგოსაც გაუშვა. მოდი შვილო, მოდი, შენ შეგახვედრებ, მოდი. მოდი, კარი გაგირე. არასწორად მიდიხარ, მოდი. ეს არის მეორე ეხლად ნატინი. იცით, ცოტა ხნის წინ ვიყიდეთ როტვეილერი. ძმაო, მაშალა. ამ გოგომ ძალიან კარგად მოიყვანა თავი. აღნაგობაც აქვს, ყველაფერი აქვს. ძალიან კარგი შვილია, ძალიან ძვირფასი შვილია. ბევრი ვიშრომე მისთვის. ვცდილობდი და ვიბრძოდი, რომ წონა მოემატებინა. ვიტამინები, დანამატები, ესა და ის. ვეცვი, ყველაფერი ძმაო, შესანიშნავი გახდა. თავის თავს დაუბრუნდა. ეხლა მანქანასავით ეს გოგო. ნორა! ჰექტორ, ბაბა! ესკო! მოდი შენც, ესკო. უბედურების თავი, ესკო, ირბინე. ესკო, ნახე რა ძმა, ამ წონას შეხედე. ფრთხილად. პუსაც არ ეჩხუბოთ. ნერვებს ნუ მომიშლით. კარგი? კაცურად ითამაშეთ. ატმოსფერო დაიძაბა, წარმატებებს გისურვებთ. დედეს მოვიდა, ჩემს გვერდით არ იჩხუბოთ. არ გაბედო, მოდი. დესტანთან ერთად, აი აქ მოვიყვანე, მეგობრებო. ასია. დესტან! რომო, ჩემო შვილო. მაშალა, დესტანის კარგად გაზრდილა, ხედავთ? ძმა ძალიან თავდაჯერებულია. წინაჯერზე კარლოსი და დედე წაეკიდნენ ერთმანეთს. ისეთი უშიშარია, რომ პატარა თუ დიდს არ არჩევს, ყველა ძაღლს ებრძვის. საერთოდ არ ერიდება, საერთოდ არ ეშინია. მაშალა, დესტანის თავდაჯერებულობა სუპერია. საერთოდ ლეკვისგან ამდენს არ ელოდები, რომ თავი დაიცვას, იაროს. არ შეეშინდეს, ზოგიერთ ძალს ეშინია. მაგრამ ჩვენს დესტანს ეგეთი რამე არ აქვს, ძმა ძალიან თავდაჯერებულია. მართლა, ხო იცი? როცა გაიზრდება, 2 წლიან ასაკს რომ მიაღწევს, ვერ წარმომიდგენია დესტან ბაბა როგორი იქნება. ძალიან ამბიციურია, ძალიან გიჟი ჩანს, მეგობრებო. მაშალა ჩემს დესტანს. ლომო ბიჭო ჩემო, შენს ქარიზმას ვენაცვალე. ერთი საყელო გჭირდება. საყელოს გარეშე ყელიც არიელია. ასია ბეწვის სულაშია, ცოტა ხნის წინ დავარცხნე. შეიძლება იმდენი ბეწვი ჩამოსვი და თითქოს კიდევ ერთი ასია გამოვიდა. ჩემი ლამაზი გოგო. მოდი ეს მილი ამოვიღოთ, მაგრამ მოიცადე ეს შიგნი დაგვჭა, ცოტა ხნის წინ გალიების დაურეცხე. ვეღარ ვასწრებ წყლის მიტანა ძმაო, ძალიან ცხელა. სულ ვასველებ და უბანძაღლებს, რომ თავი უკეთ იგზნონ.
საშინლად ცხელა ცხოველები დაიწუნენ. ჰექტორის ხარიზმა შეხედე. ვაი ჩემი ბიჭი. ეს რა ხარიზმაა? ვირის მტერი ჰექტორი. მაშალა შენ დიდი ბავშვი. რას ამბობს ბიჭო ის? ბიჭო რას ამბობს ის, რას ამბობს ბიჭო ის? ჰექტორ შეხედე, ნამდვილი ბავშვია. ნამდვილი ბავშვი, ნამდვილი. ეხლა რაღაც გავაკეთოთ. მოდი ცხურებს გაჩვენებთ. კარი არ დაგვიკეთოს. კარლოსი აქედან გაიქცევა. აი ბიბერონი ავიღოთ. ეხლა ზმაო ყოველდღე რძით ყვებავთ ბატკანს. ანუ ესე გითხრათ, ჩვენს თხას ვწველით, ამის შემდეგ დღესაც ცხურის ძე შეუკვეთე, ისინი მოვლენ. ცხურის ძეს მივცემთ. ეხლა თხას ვწველი, ზროხის რძეს ვურევ. თურმე ჩვეულებრივად ზროხის რძე ძალიან ჯანსაღი არ ყოფილა. რადგან ეგ მაქვს, ეხლა იმით ვაკეთებ. ცხურის რძე შეუკვეთე დღეს ის მოვა. კიდევ თხას ვწველით, თხა ბევრ ძეს არ იძლევა, ნეტა უფრო მეტი გქონდეს. ამის შემდეგ საერთოდ არ გვიქნება პრობლემა, ემა, მოდით ნახეთ. ბონჯუკ, რას აკეთებ? დაიცადე. არა, ნორა, თქვენ არ მოხვიდეთ. სუდებო, გაიქეცით იქიდან, არა. დაიცადე, ნახო, დაიცადე. ერთი წუთი, ეს ახალია. როკი რას აკეთებს? აჰა. ისევ ეს როკი თავის ხრიკებს აკეთებს, მეგობრებო. ხედავთ? ისევ რაღაცას აპირებს, ნახეთ. ჭკვიანად იყავი, ვიანად იყავი. მოდით ამ ახალ როტვეილერსაც მივცეთ საშუალება, რომ სხვებთან ერთად ითამაშოს და სოციალიზდეს. ბონჯუკ, ძეს დალევ ბონჯუკ. მოიცადე, ბონჯუკს ძეს მივცემ. ბონჯუკ, ძეს დალევ. ბონჯუკს გონება გადაუტრიალდა. კარამელ შენ დალევ? ბონჯუკ, მოდი ცოტა რძე დალიე. ბონჯუკი ჩემი ზვაგაცია. აი ცხურებია, მეგობრებო. ნახე, ისინი იქ წვანან, მოდი ცოტა მათკენ წავიდეთ, ვნახოთ. ორ მათგანს უკვე ცოტა შეეჩვია, მაგრამ დანარჩენები ძალიან ერიდებიან, ძმაო. ჯერ ვერ შეეჩვია. შილო. ერთი მათგანი მტრედების სადგომში შეჭრილა, ხედავ? დაიცადე, ვნახო. რა ჯანდაბას აკეთებ, თეთრო? შენ რას აკეთები? ჩემი ასლანი ხარ, მაშალაში. ის მტრედების სადგომში შეჭრილა. დატოვე იწმეს აქ. შვიდილში გადასულა ცხოველი, ქავისი ადგილი უპოვია, იქ დარჩეს. სხვაები საწავიდნენ. დაიცადე, ვნახო. ამად მე ხა ყოველდღე ბაღიდან ბალახს ვხვედ და უგდებ, მეგობრებო. საბედნიეროდ განვითარებაში არანაირი შესუსტება არ არის, ნეტა ბოლომდე შეეჩვიონ. ეხლა ხო იცით, ბონჯუკებს ყოველდღე უშვებ, ძმაო. მათაც უნდა გაუშვათ, მაგრამ განსაკუთრებით ის შავი ცხვარი ძალიან ველურია, გარბის ვერაფრით შეეჩვია ჩემთან. ანუ საჭმენს ვაძლევ, ვული, ვეფერები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც შორიდან გარბის, ძმაო. თუ მიეჩვეოდა ამათაც ბონჯუკებთან ერთად ბაღში გაუშვებდი. ხო იცით, ეხლა მე ცხრების და თხების პატრონი ვარ. ქათმების, მტრედების, იხვების, ბატების, მე პატრონეც ვარ, ჩვენთან ყველაფერი არის. დაიცადე, ნახე რა ლამაზები არიან. ნახე, ესენი ჩემგან არ შორდებიან. მაგრამ ვიცი რა, მე თხა უფრო მიყვარს. თხას ესეთი საყვარელი და ლამაზი სახე აქვს. ეხლა მომავალში ჩემი გეგმაა, ესენი ძის თხები არიან, საანენი. ეხლა მინდა ხორცის თხები ჩამოვიყვანო, ჰალეპები, ბეწვის თხები, ისინი ხო დიდები არიან. მათაც ჩამოვიყვან, თიკერს ვიკიდი და ასე გავზრდი, მეგობრებო. როგორც ესენი პატარაობიდან გავზარდე, ეხლა ნახეთ, ბავშვები ვით არიან, ძაღლივით იქცევიან, გესმით? ასე რომ, როცა თიკებად, პატარებად ვყიდულობთ, მაშინვე ეჩვევია. მაგრამ მე უფრო მიყვარს თხა. ამიტომ ამაძეს და სინამდვილეში ორივეზე გავაგზავნებთ, მაგრამ ჩემი პირველი არჩევანი ეს თხებია. თქვენთვის თხა ჯობია თუ ცხვარი? მე თხა უფრო მიყვარს. შეხედე ამ ბონჯუკს. ბონჯუკ. სუდი ბონჯუკი. ძე რატო არ დალიე? აირე. აი გრძე დალიე და მოდი. ბავშვობა გაგახსენდეს, მოდი. საწავიდნენ ცხურები. ცხურები ჩრდილში წვანან. ცხურებისთვისაც ძმაო, აქ უზარმაზარი ადგილია. აქ ჩრდილში არ შედიან. თუ არ გამოვიდა, მათთვის შუაში ადგილს გავაკეთებთ. სხვა გზა არ არის. ჩვილები. ნახე, მტრედი სად დამჯდარა, გადაირე. მტრედი თავზე დაგჯდარა. მაშალა, ჩემო ლომო. თუ არა, აქ კარგი ჩრდილი გვაქვს. ბატკანი ყვირის. მივიდეთ მათთან, მზად ვართ. ვთხოვთ, სანამ ბატკნებს ნახავთ, ერთი მაშალა დაწერეთ, აი მე ყვირიან. ჩვენს პატარებს თვალი არ ეცეთ, ბოროტი თვალი არ შეეხო, ჯერ კიდე პატარაები არის. როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე არ გაჩვენეთ. ერთ გაჩვენეთ, ერთი კვირა გავიდა და ეხლა გაჩვენებთ. მაშალა არ დაიშუროთ, ვთხოვთ. მოდი. პატარა, მოდი აქ. მოდი. ბატკნა, მოდი. ბატკნა, მოდი. ნახე, ბიბერონი ჩემთანა, მოდი. მოდი, აქ არის ბიბერონი, მოდი. მოდი, ნახე. დაიცადე. გონი ბიბერონი მეორე მხარეს გონია, მეგობრებო. მოდი, ჩემო პატარავ. დაიცადე, მგონი ვერ დაინახ. მოდი. აი აქ არის ძე, მოდი.
მაშალლა, 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 მაშალლა. შერგოს ჩემს გოგოს. ჯამთელობაში მოახმაროს. ოი. ნახე, როცა პირველად მოვიდა, იმდენად ერიდებოდა, რომ ძეს ვერ სვამდა. გვერიდებოდა ჩვენ. ეხლა შეეჩვია. თვითონ მოდის ბოთლთან. ხედავ როგორ მოშივდა. ეხლა დილაა, მეგობრებო. დღეში სამჯერ ვაჭმევ მას. დილით, შუადღით, საღამოს, როცა დანაკრდება უწყვეთ. როგორ წოვს? ოი, შენზე გიждდები. მაშალლა ჩემს გოგოს. ჯამთელობა მისცეს. მაშალლა ბიჭო, კარგად დალია? ფიცით გეულები სულ ერთიანად ცლის. რო უსმინე. დღეს შენთვის ორიგინალ ცხურის ძეს მოგიტან. საღამოსაც ცხურის ძე იქნება. ახლა კი ძროხისა და თხის ნარევია, მეგობრებო. ნეტავ ჩვენს 900 რძე კონდეს. ეხლა პირველი მოგებაა და ცოტა რძე აქვს. თანასწორ ძის საკვებს არ ვაძლევ. ამიტომაც ასია, დღეში 1 ლიტრი რომ მივიღოთ, კარგია. შეუულებრივ საანენიდან 3-5 ლიტრი უნდა მივიღოთ, მაგრამ პირველი მოგებაა და ძის საკვებსაც არ ვაძლევთ. ამიტომ ასია. რა მოხდა გინდა? უნდა. ერთხელ მოვეფერო. ოი, მაშალლა ჩემს პატარას. ეს რო ვიყიდეთ, პირველ დღეს სახლში დარჩა და დილამდე გაგვაგიჟა, მეგობრებო. მე დილამდე ხვიროდა. ხო იცით, ეხა ცხოველი დედას გამოეყო, შეეშინდა, დაიბნა, ცოტა ადრე ვიყიდეთ. საერთოდ, ნახე, უკან რო არის, ხო იცი. ორივეს მისგან უნდა ამეღო. იქ მივედით, ფარაში ისინი ბალახობდნენ. ვერ დავიჭირეთ, თელი ფარა სადღაც გაიქცეოდა. ის შევძელი დაგვეჭირა. მერე ესეც მივედით და ბოსლიდან ავირეთ. თორე კიდე ერთს მისგან ავიგებდი, მაგრამ ეხა ხო იცი, ეს რო პატარა ავიგეთ, უკეთესი გამოვიდა. რატო? იმიტომ რომ ეხა ხელი თქვებაოთ, ხო? როცა გაიზრდება ჩვენს გვერდით იქნება სულ ზაღლივით იქნება. ამიტომაც ერთის ხრივ პატარა რო ავიგეთ, უკეთესი იყო, მაგრამ ძალიან საყვარელია. გაძგი. ჩემო პატარა. გაძვი ჩემო პატარო, კიდე დალევ. ნახე, რძე აქ იყო, ხედავ? აქამდე იყო, ნახე სადამდე დალია. მაშალლა. ეს რამდენი ლიტრია? 750 სისი. მოდი, გაძღი. მოგებერა მუცელი, გაგივიდა მუცელი, ჩემო ბატკანო, ჩემო პატარა. ამათვისაც სახელი შემოთავაზებას ველოდები თქვენგან, აი ეს დიდი ძალიან ველური იყო. საშილად გარბოდა. მაგალითად, როცა ორს ერთად ვაშორებ, ორივე ერთმანეთს ეძახის. ეს პატარა შიგნიდან მას ეძახის. გარედან ისიც კარს აგებს და ცდილობს შიგნით მის გვერდით შევიდეს. ორივენი ერთმანეთს ისე შეეჩვივნენ. ესეც ალბათ დედაგონია რას აკეთებს, ქვემოთ ზრება და ცდილობს ზუზუები მოწოვოს. ცოტა დიდის. ის მეორე კი სამნახევარისთვის უნდა იყოს. რადგან შეეჩვია, მაგრამ როცა პირველად მოვიდა ძალიან პატარა იყო. ეხლა მაშალლა, ჩვენი ბატკანი ცოტა გაიზარდა, მეგობრებო. სიმაღლე, აღნაგობა, მართლა მაშალლა, ძალიან ლამაზია. მოდი აქ იყვანო ხელში, მოდი აქ. შენ გაძეხი? შენ გაძეხი, შენ. გაძეხა ჩემო ბატკანმა. სად მიდიხარ, ნახო. ალლაჰ. ვაი, როგორ გაბერილხარ, ოი, ჩემო ბატკანო. მაშალლა შენზე. ამასთვის თქვენგან ლამაზ სახელს ველოდებ. ლამაზი შესაფერი სისახელი, მაგრამ გთხოვთ, კარგი იყოს. მოდი ჩემთან, ჩემო პატარო. ჩემო სიყვარულო, ნახე. ხო დაინახე. მე ხო ისინი გავაცალკევე. ისე ბღავილს იცხებს, ნახე. ეშიც მას ბღავის. რა მოხდა, გაგასეინო? გაძრი. მოდი, ჰოპალა. მაშალა, ჩემს გოგოს, შენ შემოგევლე. ის მეორე უფრო გარბის, მოდი ვცადო იმასაც მოვეფერო. ისიც მაშინვე გარბის ჩემგან. მოდი შენს ძეს მოგცემ. სხვათა შორის ესეც სვამს ძეს, მეგობრებო, როცა ვაცვდი. ნახეთ, სვი, არ შეგეშინდეს. შენ დალევ, სვი. ამას გარეთ გასვლა უნდა. მაგრამ ეხლა ვერ გაგიშვებთ გარეთ. ისიც რა მოხდა? თხას ეხლა ჩვენი ძე აქვს, ხო იცით? თხის ქვეშ უნდა დაგვეტოვებინა და თხას დედობა უნდა გაეკეთებინა მისთვის, ასე ვიფიქრეთ. მაგრამ ჩვენმა კარამელმა დაიწყო ამის ცემა და რქებით რთქმა. ორივე ერთად რომ ჩავყარეთ, თხა ცემდა და რქებით ცემდა. ამის შემდეგაც არაფერი გამოვიდა. თხა და ცხვარი ეხლა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ცხოველები არიან. თხები ძმაო, სულ რქებით ებრძვიან ერთმანეთს. მაგალითად, ბონჯუკი სხვებსაც რქებით ებრძვის, საჭმელთან არ აძლევს მიახლოების საშუალებას. ეხლა მაგალითად კიდევ ერთ საკვებურას ვიყიდი. როცა საჭმელს ვაძლევთ, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. თხები ხო იცი, ყველა ცხვარს დევნიან. თან ჩვენ და თხები პატარაა, ცოტა უფრო დიდი რო იყვნენ, ვეც კი წარმოვიდგენ. ნეტავ ამ ბატკანს მიხედოს კარგი იქნებოდა, ეგრე ვიფიქრეთ, მაგრამ არ გამოდის. ეხლა ხო იცი, ჩვენც ახლახან დავინტერესდით ამით. იმედია დროთა განმავლობაში უკეთესად ვისწავლით. ცხურის მოვლა, თხის მოვლა და ასე შემდეგ, აქ იმედია ჩვენთვის დამატებითი საქმე იქნება, არა შვილო? კარგი, მე მივდივარ, ხო? მე მივდივარ. შენ რატო გარბი ხარ, ნახოთ. მოდი აქ. ჰოპა. სუდო, მოდი აქ. არ გაიქცე.
მოდი. ესენი ძმა გარეთ გასულა უნდა. ხო, კიდე მათ რაღაცას ვაძლევ, ნახე, ბატკნის საკვები მოტანა დაგვავიწყდა. ბატკნის საკვებს ვაძლევ, იმას ჭამენ. გოგო, მოდი მეორე მხარესაც შევხედოთ. ეხლა მე გავა, კარგი? აი, პატარო. მათ ცოტა ხანში იმ საკვებს მოუზადეთ, მეგობრებო. ძალიან კარგია. მაშალაი არ მოაკლოთ. გეხვეწებით, ეცებით. ღმერთმა არ მოაკლოს ჩემს პატარებს. ეხლა იმ სხვებსაც ბალახი დავუდოთ. დაიცადე. კარამელ, კართა რატო დგახარ? არ გეუბნები რომ იმით დაკავდე. ბატკანთან. ბატკას სულ რქებით უთყავს, ხო? ეს თასი აქ დარჩეს. ეს ბიბერონი ზემოთ დავდოთ, რომ არ დაანგრიონ. ბალახი შეგვიმცირ და მოიცა, ბალახს დაუმატებ. ერთი წუთით ბალახს მოვიტან, მეგობრებო. კარგი, გააგე. ეხლა გაჩერდი, ნახო, გაჩერდი. გაჩერდი. მოდი, არა, კარამელი. მოდი. ეხლა ერთი წუთით კარამელი შიგნით შევიდა. მოდი ეს საკვები გავფანტო ძმაო. კარგი. გემრიელად მიირთვი ჩემო ბიჭო. მოდი კარამელ, მოდი. ფშიერი არიან, თხები ჯერ არ გამიშვია. სხურებიც რომ მოვიდნენ, სხურები ყოველთვის შორს განან ამათგან ძმაო. კიდევ ერთ საკვებურს ვიკიდით. მაგალითად, ნახე იქ დგანა, შეხედე სადგანა ჭდილში. იმ შუაში მათთვის ერთი გამყოფილება უნდა გაუგეთ. ბონჯუკი, მარტო ბონჯუკის ქარიზმა შეხედე ერთი. ქათამის მოვიდა, ჩემი ბონჯუკის ეს ქარიზმა რაღა ესეთი. ქათამო, შენ აქ რას აკეთებთ, ხო? აჰა. ეს ალბათ თავისთავად ჩიტი გონია. არწივივით ფრენას ცდილობს. ჩვენი ბალახის კარგია. გემრიელად მიირთვან ჩემმა შულებმა. სამო ბონჯუკ, ეხა მოდით გავიდეთ მეგობრებო. მათ ცოტა ხანში საჭმელს მოუტან. ეხლა რაღაცას გავაკეთებთ. მოდით ბონჯუკები გავუშვათ. შხურები მოვიდნენ და საკვებისკენ წავიდნენ. ამიტომ ჯერ ამ როც შევკეტავ, მოიცადე. ბიჭებო, ერთი წუთით, არა, ვნახოთ. მოიცადე. ახალი როდი. კარგია, მაგრამ მოდი მაინც რაღაც გავუკეთოთ. ვერ ვიტყვით, ხაზე მიიტანს თავს თუ არა. შვილო. როკი წესიერად დადიქი. ძუნვარე როკი. მოდი შვილო. მოდი ისო გალიაში შეგიყვანო, კარგი საყვარელო, მოიცადე. ესენი თითქოს ჩასახტომად ემზადებიან, ამიტომ ვერ გეფერები, მეგობრებო. არა. ერთი წუთი შვილო, კარგი, მოიცადე, კარული. ხედავ გოგო. ნახე, ამ გოგო თავში საფრიდან გადავარჩინეთ, თუმცა პირველად მოვიდა, ესეთი არ იყო, მაგრამ ეხლა ნახე, რამდენად მეგობრულია ადამიანებთან, ხედავ? მიყვარს, ცხოველი გძნობს რო უყვართ, ნახე? ხოჭახ, ჩემი გოგო. ძალიან ჭკვიანია ის. მაგრამ გოგო, მოდი წაგიყვან და თხებთან გაგიშვებ. მოდი. დაიცადე, ნუ დაიარებით ასე ჩემს ფეხებთან. გადადი შვილო, ხოჭახ, ჭკვიანი გოგო ხარ. ძმაო, მე ეს როტვაილერები ძალიან მიყვარს, ნახე? როტვაილერი როგორ ჯიში, ნამდვილი საოჯახო ძაღლია, ნამდვილი სამსახურის ძაღლია, ანუ პატრონს იცავს, უვლის, ოჯახთან ერთგულია, ძალიან ერთგული ჯიშია. მართლა ძალიან მიყვარს როტვაილერი, განსაკუთრებით მდედრია. ესკობარი გადაირე. ესკოს გადაირე. ესკო, მის დიდებულებას ვენაცვალე, ეგ კუდი სულ აწეული აქვს, ძმაო. როცა კუდი ასე აწეული აქვს, ცხოველი ამბობს, მე დომინანტი ვარ, გაიგე? კუდი ყოველთვის აწეული უნდა იყოს. დაიცადე, ეხლა თხებს დამოვიყვანთ. ესკოს უნდა წავიყვანოთ. ესკო, მოდი. მოდი ბიჭო. მოდი. მოდი ესკო. ცათხარ ესკო, მოდი გადი. ესკო, მოდი აქ. იმ წყალში არ შეხვიდეთ, მოდი. მოდი ესკო. ჰეი ბიჭო. მოდი აქ, ნუ დამბლი, მოდი. არა, ესკობარ. მოდი. ერთი წუთი. ესკო, მოდი. ეს ეხა ცელკობს. თორე ჩვეულებრივ, გადი იქით. გადი. მიდი ვნახოთ. გადი. დაიცადე. ასე ლამაზად როეუბნები ეგრევე თავხედდება. აუცილებლად უნდა უყირო ესკობარ. ლამაზად როეუბნები შესვლა არ უნდა. ეხლა ბონჯუკებისთვის საფრთხეს წარმოადგენს რომელიმე ძაღლი? არა. ბონჯუკ, მოდი შვილო. მოდი ბონჯუკები გავუშვათ. მათთვის ბალახი დავდეთ, შეიძლება არ გამოვიდნენ. დაველოდოთ. ნატაშა, გაიკეცი. გამოდი დედე. ბონჯუკ, მოდი. ერთი წუთი. ბონჯუკ, მოდი. მოდი შვილო. თქვენ არ შეხვიდეთ, ნატაშა, გამოდი. ბონჯუკ, მოდი აბა. აბა, დაიცადე ნორა. ბონჯუკ, მოდი. დაიცადე დედე. არა. მოდი ბონჯუკ, მოდი. ჩემი ლომი ხარ. შენ სიარულს ვენაცვალე. მოდი შვილო. ცოტა გაიწიეთ კართან, ყველა იქ ნუდგახართ. გაჩერდი შვილო. მოდი. არა. ნახე, ყველგან ტალახია. ხო, გამოდი იქიდან. ერთი წუთი ძმაო, ერთი წუთი ხელის უნდა დამესვარა.
ჩვენ თხას უნდა ვაძოვებდეთ, მაგრამ ძაღლს ვაძოვებ. გადით გარეთ, მიდით. გარეთ აქ ბალახი არ ჭამოთ, გარეთ ჭამეთ, მიდით აბა. მიდი ბონჯუკ. ესენი ბალახის ჩაყრას წინ უნდა გაგვეშვა. ბალახი ჩავყარეთ და ეხლა აღარ გამოდიან ძმაო. გემრიელად მიირთვან ჩემმა გოგოებმა. არ გამოდიან ხო ხედავ? გამოშვებას ვაპირებდი. კარგი ცოტა ჭამონ მაინც. ამის შემდეგ გამოუშვებ, იმიტომ რომ სანამ ისინი აქ არიან, ცხვრები არ ჭამენ მეგობრებო. ეხლა ამ ხელს დავიბან. ნახეთ ეხლა მეორე მხარეს გადმოვედი და ნახეთ ცხვრები საკვებისკენ წავიდნენ. ხედავთ მეგობრებო? ცხვრები ჩემგან ერიდებიან ძმაო, ვერ შეეჩვენენ ჯერ. ვერძი და სხვები ცოტა ხანში შეეჩვევიან, მაგრამ ის შავი ცხვარი მათ შორის ლიდერია. სხვებსაც აჭიანურებს, მე დანარჩენებიც აღარ მოდიან. ისედაც ერთის მტრედების ადგომში დარჩა. მოიცა ცოტა ხანში იმასაც გამოუშვებთ, ისიც შეჭამს. ხო, თხები იმ ხარეს არიან, ესენი ამ ხარეს ეს. ნახე შავი ცხვარი იქიდან გვიყურებს, ხედავ? ცხოველი ძმაო, ჩვენგანერიდება, ანუ რატომერიდება ვერ გავიგე. თუ კიდე ვიყიდი, პატარა ვიყიდი ძმაო, მე თვითონ გავზრდი. ერთი წლის განმავლობაში გავზრდი. სულ მცირე, ჩემი სიტყვა ესმოდეთ. ჭკვიანები იყვნენ, სიყვარულით გაიზარდონ. ის ცხოველი ველურად გაიზარდა და ამიტომ სულერიდება. ნახე თვალი ჩვენზე აქვს, ეშინია შავი ცხვარი, მაგრამ სიყვარულით რო გაზრდილიყო, ასე არ იქნებოდა. შეიძლება დიდ ფარაში იყოს, მაგრამ ეხლა ჩვენთან 4-5 თხაა. ჩვენი ზრუნვა მასზე და კაცის მიერ 200 ცხვარზე ზრუნვა ერთი და იგივეა. ჩვენ პირადად ვზრუნავთ. ამიტომაც ჩვენები უფრო მოსიყვარულეები არიან. კარგი, ეხლა მათ ჭამა უნდა დაასრულო. თმაო, ეს სიცხეები სულ დაგვღალა. ეხლა ამ აპოლონებს გავუშვებ, აქ პირდაპირ მზე ეცემა. მარაზ ფაშა. მარაზ, გაიარე შვილო, ნახე. მარაზის ხუთს ხედავ? როგორ წამოწეულია. მაშალა, ნამდვილი ლომი ხარ შვილო. ისე არის როგორც შვილდი. შვილს რო ისას მოარგებ. აი ესე იჭიმება შვილდი. შვენიერია. ზუსტად ასე დგას ჩემი შვილი. მარაზი ძალიან სიმპათიურია, მეგობრებო. აპოლო ბაბა. აპოლოსაც გავუშვებ. ეხლა ამ ბაღში ძმაო, ზამთარი ცალკეტანჯოა, ზაფხული ცალკეტანჯოა, გეფიცებ. რაღაც უნდა გავაკეთოთ. ცალკე საშტილობლები, რაღაცები. ირბინე, აპოლონო, ჩემოლომო. მოვაგვარებ მაგას. მოიცა პუსათი მოვიდა, მოიცა ჭუბი არ დაიწყოს. ირბინე. მარაზი მაშინვე პუსათს წინა ესვეთა. ამა ძმაო, საღა უნდა უშვებ. იქ მზეში რჩებია, ხო იცი? სხვა გალიებში ჩრდილის ოთახებია, კარგი. ესენიც ქოხში შედიან, მაგრამ მაინც არ გამოდის. გალიაში იმყოფებს ჩრდილის ადგილები აქვს, შიდა ნაწილები და ასე შემდეგ. მაგალითად, მათ უშვებ არესიც უნდა გაუშვოთ. ფაისალი შიგნით არის ნეტავ. თუ ფაისალი გარეთ არის, ვერ გაუშვებთ მას. აქედან ჩვენი პატარებიც გამოვიყვანე. ძმაო, ცხელა. მზე აცხუნებს, ისენიც გადავიყვანე სხვა დიდ ოთახებში. პატარებო, რა საკეთებ, ჩემო ლამაზებო? სათხარ, ჩემო თკბილებო, გაგიშვათ, გაისეილნებთ. ჰე, ჩემო ბავშვებო, აი ესენი ხო? 2 დღის წინ გავუშვი. პრინცესას ხო? საშინლად სემენ, მეგობრებო. პრინცესა მეც დაესხა თავს. მერე ყველა ერთად პრინცესას დაესხა თავს. ესენი ბანდაა. როცა ერთს რამეს ეთყვის, ყველა თავს ესხმის. ძალიან სასაცილო იყო. პრინცესამ ამის შემდეგ კუდი ჩამოიხარა და უკან მოუხედავად გარბოდა. ეხლა მათი ადგილი აქაა. ეხლა ძმაო, აქ აიურის ნაწილი არის. შიგნით ოთახები აქვთ. ეხლა მაგალითად აქ რომ მიწა იყოს, ქვასთან შედარებით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ზამთარში მიწა ტალახად იქცევა. ბალანსი ვერ დააუმყარეთ, აი ეს. მოდი ამ პატარებსაც გავუშვოთ. რა საკეთებთ, ბატკნები? ჭამა შეჯამეთ, პატარებო. პატარების გამოუშვა, ნახე, პრინცესა წყალში დადის. პრინცესა. მოდი ფაისალს შევხედო, ძმაო. ფაისალი შიგნით იყო თუ არა? დაიცადე ერთი. მოდი შვილო, ცნობის მოყვარეობა კლავთ, მოდი. კაპლანი შიგნით ყოფილა, გაიარე. გაიარე, ყველანი გაიარეთ. ყველას ჩაკეტავთ. შენც გაიარე, შვილო. დაიცადე. ტარი დაჩით იქ. სინამდვილეში აქ კარგი მახი გამოვიდა. ეს აუზიც უნდა ავახსო. ზაგლები შედიან, სურავენ, ზაფხულში კარგია. ჯერ კიდევ კარგად არ დაცხარა, ძმაო, ივნისია. ივლისი და აგვისტო რომ მოვა, ვერც კი წარმოვიდგენ ახლა. სუსლო. მოდი კატას შევხედოთ, მოდი. კატაც ვაჩვენოთ. კატას ზაგლები, ღმერთის წყალობით შეეჩვინე. მოიცადე, ქარაბაში აპოლონზე დაეცემა. ქარაბაში აპოლონზე შეტევას აპირებს, ძმაო, მოიცადე. ქარაბაში კარგად შეეჩვია, ყველა მამრ ზაგლს ერჩის. ბაღში ლიდერობასაც დედესთან ერთად ამყარებენ. ნახე, აპოლონთან დაპირისპირება დაიწყეს. ქარაბაში მოდი. პირველად რომ მოვიდა ჭკვიანი იყო, ეხლა კი ძალიან დომინანტი გახდა. ყველას ეჭუბება, ყველას. დედესთან ერთად არიან. დედესთან არასდროს ჭუბობენ.
თუ ჩხუბი დაიწყება დედესთან ერთად ორივე ერთდროულად ერთვება მეგობრებო. ორივე ასე გაერთიანებულია. მაგრამ ქარაბაში აქ ძალიან მოუხდა. ძალიან ჭკვიანი და ლამაზი შვილია, მიხარია რომ ის ავიყვანე. ჩვენს კატასაც აჩვენე. რეის, რას აკეთებ შვილო? ბოდიში შვილო. რა ლამაზი გამოვიდა, შენი გალია. პატარა. დედე ადრე ამას ერჩოდა, ეხლა ეგეც აღარ აკეთებს მეგობრებო. არაფერს ეუბნება კატას. დღისით აქ მომყავს, საღამოს კი არ შემყავს. ანუ სულ ჩვენთან ერთად არის. დღისით მაინც აქ იყოს ხოველი რომ გარეთ უყუროს. მისი ადგილია კარგი გამოვიდა ძმაო. რეის, მოვიდე შენთან. როგორ თამაშობ ასე? ჩემ რეისთან მოვდივარ. მოდით წავიდეთ ნახოთ რეისი. გამოვიყვანოთ ის. აქაც სულ მოვჭერი, ძალიან ბევრი ბალახი იყო აქ. ბალახის დაცვა და ეხლა ყვითლად დარჩა, მოვფარცხეთ კიდეც. ზაფხული საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ყველაზე კარგი სეზონია გაზაფხული. ზაფხული საერთოდ არ მიყვარს. გადადი როკი ყველგან ტალახია, ყველაფერს აბინძურებ. წავიდეთ, ჩვენს კატასთან მივიდეთ, ნახოთ. მაშალა, ჩვენთან აქ ზოოპარკებითაა, ყველაფერი გვაქვს. ბატონო, შეჭამე საჭმელი. გოგო, ბოდიში შვილო, მოდი. მოდი. ჰალა, შეხედე ამას. ვაკოცო მას. შეხედე ამას. მაშალა, მას. ამის ადგილი ძალიან კარგია ზმაო, ძალიან გრილია, ცოტა უფრო დიდი რო იყოს. შიგნით საწყოს გავაკეთებდი და მე დავიძინებდი, წარმოიდგინე. მისი ადგილი აქ ძალიან კარგი გამოვიდა, არა შვილო? ჩემი ასლანი. ნეტავ ზაღლები ხმას არიგებდნენ. მასაც უნუშვებ გარეთ. ძმაო, ეხა ავიყვანეთ ის ქუჩიდან. გადაგდებაც არ შეიძლება, გატიდვაც არ შეიძლება, ვერავის მისცემ, ჩემზეა მიჩვეულ. ამისთვის ესეთი საცხოვრებელი ადგილი გავუკეთეთ, მაგრამ სხვა ადამიანს უ დაინახავს გარბის. ჩვენზეა მიჩვეულ. ყოველ შემთხვევაში ესეთი საცხოვრებელი ადგილი გავუკეთეთ. ცხოველი სახში არ არის, ანუ მოიწყეს. ცოტა გარეთ უნდა ნახოს. შენ რატო გამოიტანე ბურთები იქიდან? ამით იმ სათამაშოთ ითამაშოს. ეს სათამაშო ვიყიდე ხო გახსოვთ მეგობრებო? ამას ბურთებიც აქვს. იმით თამაშოს. მიდი შედი შიგნით. თავი არ მიგბინო. ნო. სუდი ბიჭი. მოწყენილია სინამდვილეში. თუ კიდევ ერთ კატას ავიყვათ, მასთან ერთად ითამაშებს. ხო ასეა? ნახე. როკი ძალიან გიყვარს, მაგრამ როკიც არ დაგისვი გვერდით. საღამო სახში რო შემოყავს, ასე მიკბენს. მართლა ერთი წვილი ხო არ მოუყვანო, რას ფიქრობ? წვილი არ მოუყვანოთ, უბრალოდ სტერილიზებული იყოს. ნაშიერები არ ყავდეთ, უბრალოდ ითამაშებენ ერთად. ბიჭო, შენ რა გინდა? ზაღლები შენსავით არ კბენენ, რა გიჟი კატაა ეს? შეხედე აქ. გიჟი. ჭკვიანად იყავი, ნახე, ხელს დამიგროს. ზაღლებს სუდი სახელი აქვს, ძმაო. ზაღლებს სუდი სახელი აქვს. თქვენ ჯერ ჩემი კატა გაიცანით. დაიცადებ, ნახოთ, დაიცადე. ეხლა ცოტა დავისვენოთ, მეგობრებო. ჩემთვის პატარა თებში გავამზადე, შაქარი დამივარდა. ცოტა ენერგია დავიბრუნოთ, გონზე მოვიდეთ. ზუსტად შუადრის სიცხეა, ბაბუებით შევიყვანე შიგნით, ყველა შიგნით დარჩა, იქიდან მიყურებენ. ჩვენი შემდეგი მიზანი ცოტა ცურვიფეხაა, საქონლის საქმეზე გადართვაა, მეგობრებო, ანუ ასე ვგეგმო. ეხლა ჩვენი ეზო დიდია. ბევრი ადგილია, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, უბრალოდ ცოტა მოულაშილდება აქ. ბალახები ძალიან გაიზარდა, ცუდად გამოიყურება. შეხება ქონდა გაკეთებული, მაგრამ საღებავები სულ აყრილია. მათ ავიდებ. ამის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ცხოვრებისთვის ცალკე სივრცეს გავაკეთებ. მაგალითად, ეხლა ზაფხულია კარგია, მაგრამ იმ ბატკანთან ერთად ორი ბატკანი ცალკე სადგომში ჩავაკენე, ხო? ზამთარში ასე ვერ მოვიქცევით. მათთვის ცალკე განყოფილება იქნება საჭირო. მაგალითად, ეხლა თხებიდან ერთი ჩვენი პამუქი ორსულად ჩანს. მათთვის წინასწარი მომზადება გჭირდება. ხო, ამაზე უნდა ვიარო, ძმაო. შემდეგი მიზანი ბევრი თიკანის მოყვანაა. იმ შავი თიკანებიდან. უფრო სახორცეებს მივაქცევ ყურადღებას, ჩვენ საანენებზე არ ჯდება, იმიტომ სახორცეს ვეძახით, მაგრამ ერთ დღეს მასაც ვერ დავკლოთ, იმდენად გვიყვარს. უბრალოდ ასე ვამბობ. მაგრამ სულ მცირე ცხოვრებით ჩვენს ეზოს მოუხდა. მხოლოდ ეს მინდა. მათი ველურობა უნდა დავძლიოთ, ძმაო. ამ საკითხში აქ ვინც ესმის, ერთი მირჩიოს რამე. იმიტომ რომ მინდა ცხოველები ეზოში გაუშვა. ვერ უშვებ. რო გაუშვათ ისინი, მერე კიდე უკან შემოყვანას პრობლემაა. კარგი, ჩვენ ბონჯუკები რო ავიყვანეთ, პატარა იყო. ესენი კი უზარმაზრები არიან. ის შავი ცხვარი აერში დაფრინავს, ძმაო. ვის დაჭერას ვერ შეძლებ, ანუ. იქნებ კიდევ ერთით რო გავიდეს და შეეჩვიოს, იმედია. ვნახავთ. კარგი. დღესაც თქვენთვის მიფიქრე ახალ ბატკანს გაგაცნობ.
როგორც თქვი, ამ საკითხზე თქვენდანაც ველოდებილ რჩევებს. პატკვის მოვლაში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას უნდა ვაკეთებდეთ და ასე შემდეგ. თქვენს ყველა კომენტარს წავიკითხავ, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოცელა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.